ხაზგასმით მნიშვნელოვანია რომ ბევრნი ვიყოთ. საკუთარი სიმრავლით უნდა დემონსტრაციულად, დეკლარირებულად უნდა განაცხადოს, რომ ეს საკითხი კაცო, რამე მარგინალურ 1%-იან მცირე ჯგუფს კი არ აწუხებს, როგორც ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება ხოლმე. არამედ ეს ყველას აწუხებს. მათ შორის შეიძლება აწუხებდეს ყველას პოლიტიკური გემოვნების და მიუხედავად. და მე დარწმუნებული ვარ მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩეველთა სრულ უმრავლესობას ეს საკითხი აწუხებს. ვინც გაიგო? ვინც გაიგო, ხო, ვინც ეს ინფორმაცია მიიღო, ნახა თავისი თვალით წაიკითხა, არგუმენტები მიიღო. დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც არ მოსწონს ეს რაც ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ბევრნი ვიყოთ. და ნუ ჩვენი მხრიდან ყველა ღონისძიება იქნება გატარებული, ჩვენ ახლა ძალღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მთელი საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქის მასშტაბით, ნუ სრული მობილიზაციის რეჟიმში ვიყოთ და ყველას გავაგებინოთ და მაქსიმალურად მოვამზადოთ ნიადაგი იმისთვის, რომ 7 დეკემბერს ჩვენ მრავალი ათასი ვიყოთ, ჩვენი მხრიდან ცხადია ეს ძალღონე არ იქნება დაზოგილი, მაგრამ ნუ საზოგადოებამაც აქტიური თანამონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესში, ხო, ჩვენ მხრიდან მაქსიმალურს გავაკეთებთ, მაგრამ რიგითი ადამიანების აქტიურობაც არის საჭირო, რათა გავაგებინოთ, დაგვეხმაროს ჩვეულებრივი რიგითი ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ამ ინფორმაციის გაჟღერებაში, ვინაიდან ნუ მცირე საინფორმაციო საშუალებები ვაშუქებთ ამ თემას. იმასთან შედარებით, რაც გვიპირისპირდება. ასევე ნუ ეს აქციას რაც შეეხება, აქცია განკუთვნილია მართლაც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეს თემა აწუხებს და ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს შეუძლია მოვიდეს თუ ამ საკითხში გვეთანხმება. კონკრეტულად ამ თემას დაეთმობა ეს აქცია და ჩვენ წინასწარ ბევრი საუბარი გვექნება თუ რა ფორმატში ჩაივლის, რა ტიპის აქცია, მშვიდობიანი აქცია იქნება და როგორი აქცია იქნება. მე ყველას წინასწარ ეცოდინება და ამიტომ ყველა ადამიანი სინამდვილეში ძალიან მარტივად მივა იმ დასკვამდე, რომ ნუ შეუძლია ნებისმიერი შეხედულების მქონე ადამიანს მოუვიდეს და მაგ აქციაში სოლიდარობა გამოგვიცხადოს ამ შეხედულებაში, მაგრამ აქციის მიღმა ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ კონკრეტულად ჩვენი პარტიის გაძლიერების და ჩვენ პარტიაში გაწევრიანების პროცესი, იმიტომ რომ აი ამ უახლესმა მოვლენებმა საქართველოს პოლიტიკაში აჩვენეს რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და პარტიული ბრძოლა. საერთოდ ნებისმიერი პროტესტი საქართველოში, რომელიც წავიდა არა პოლიტიკურ ჭრილში და რომელიც წავიდა პოლიტიკური პარტიების გარეშე, ანუ მოსახლეობამ საკითხი დააყენა ისე, რომ აი ჩვენ პარტიები არ გვინდა, ჩვენ უბრალოდ რაღაცა ის პროტესტი გვინდა, სადაც ასე დადგა საკითხი, პრაქტიკა მაჩვენა და ჩემი აზრით ეხლა არის იმისი შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი დაინახოს ძალიან თვალნათლივ, რომ მასეთი ტიპის პროტესტი არ ამართლებს. პროტესტს ყოველთვის მნიშვნელოვანია რაღაცა საკითხების ბრძოლის დროს პოლიტიკური პარტიის როლი ამ ყველაფერში და რაც უფრო წარმოდგენილი იქნება კონსერვატიული შეხედულების ადამიანები პოლიტიკაში და რაც უფრო მეტად მოვალთ თანამდებობებზე, ასეთი ტიპის პრობლემები, რომლებზეც ეხლა ვსაუბრობთ, ასეთი ტიპის პრობლემები ჯერ ერთი უფრო მარტივად მოგვარდება. მეორე საერთოდ არც იარსებობს ასეთი პრობლემები. ასეთი პრობლემები იმიტომ ჩნდება, რომ პოლიტიკაში არ არის წარმოდგენილი კონსერვატიული შეხედულებების ადამიანები. პოლიტიკაში და მართლობაში არიან მთლიანად ლიბერალური შეხედულების ხალხი და მანდიდან გამომდინარეობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ასევე
კონკრეტულად პარტიული ინფრასტრუქტურის და ზოგადად პარტიული სტრუქტურის გაძლიერების პროცესი, ვინც კიდევ ვიმეორებ, ვისაც არ უნდა პარტიული აქტიურობა და ვისაც უბრალოდ პოზიციას ემხრობა აი ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას ველოდებით აქციაზე და ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს, მაგრამ ვინც ასევე მზად არის უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მეტის ჩართულობის ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ზოგადად ასეთი ტიპის პრობლემები, ამ ასეთი ტიპის პრობლემებზე უფრო ადვილად ხდებოდეს რეაგირება, უფრო შესაძლებელი იყოს, რომ ასეთი პრობლემები არ იდგეს ჩვენ ქვეყანაში, ყველას ვეძახით ჩვენს პარტიაში პირდაპირ გაწევრიანებას, ჩვენ შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, რაც უფრო ერთად ვიქნებით, ერთნაირი შეხედულების ადამიანები, მით უფრო ადვილად გავუმკლავდებით ასეთ გამოწვევებს. ორგანიზებული დიდი რაოდენობის ადამიანების პოლიტიკური ჩართულობა არის საჭირო იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. რასაც ყველანაირად ებრძვის ქართული ოცნება. ანუ ქართული ოცნება რითიც არის დაკავებული, ის რომ ორგანიზებული არ იყოს დაგსახსვა ხდება მოწინააღმდეგე ფლანგის. ამიტომ ამაში ყველაზე ადეკვატური გამოსავალი და ყველაზე სწორი გამოსავალი არის პირიქით ორგანიზება და მეტი ჩართულობა იმ ადამიანებს. ყველას გეძახით, ამიტომ შემოგვიერთდით. ესეთი დონაცია მოვიდა. ჩვენ დონაციებიც გვაქვს, შეგიძლიათ მოიწეროთ ფასიანი კითხვებია, რომელიც აუცილებლად გამოგვაქვს ეთერში და თან პასუხობთ ამას. აქციაზე ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს, მაგრამ ამ აქციაზე გამოვალ ძმაკაცებთან ერთად ბიჭებო. მადლობა და თქვენი ჩართულობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რაც ყველაზე მარტივია და აუცილებელია, თქვენი ჩართულობა ყველასი სოციალურ ქსელებშია მნიშვნელოვანი, ეს ზრდის ჩვენს ნახვებს. დააჭირეთ მოწონების ღილაკს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, აი ახლა მაგალითად და ორჯერ ნაკლები ლაიქი აქვს YouTube-ის არხს, ვიდრე ხალხი გვიყურებს, დააჭირეთ, გამოიწერეთ, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ სათქმელი. და ამის გარდა, რაზეც ირაკლი მილაპარაკა, რაში გვჭირდება თქვენი ჩართულობა უშუალოდ პარტიულ საორგანიზაციო საქმეში. ერთია, ვისაც ვთქვათ, შეიძლება ეს თემა, ეს იმდენ მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენ მასშტაბური პრობლემაა, რომ აქ რა თქმა უნდა, ვერანაირი პარტიული ექსკლუზივი ვერ იქნება, ყველასთვის არის პრობლემა და ყველა თავისებურად, თავის გზითაც შეიძლება და მათ შორის აქციაზეც მოვა შეიძლება ჩვენთან თანხwebdriverში არ იყოს სხვა შეხედულებებში, მაგრამ ამ პრობლემას განიხილავდეს და მასეთი ნაწილი, რომელიც თქვა პარტიულ საქმიანობაში არ ისურვებს ჩართვას, იმიტომ რომ არ გვეთანხმება რიგ საკითხებში, გასაგებია მათი პოზიცია, კი ბატონო მობრძანეთ აქციაზე. აქცია იქნება დემონსტრაცია ხალხის ნების, მშვიდობიანი დემონსტრაცია და საინფორმაციო განწყობების ფორმირების საშუალება მათ შორის იმისთვის, რომ შემდგომ კიდევ უფრო დიდი ტალღა, კიდევ უფრო მასშტაბური ეფექტური ტალღა აგორებადი იყოს. მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ აქციის ორგანიზება იქნება თუ საერთოდ საინფორმაციო პოლიტიკური ბრძოლის ხანგრძლივი წარმოების ორგანიზება იქნება, ამას ჭირდება ხალხის ჩართულობა და მუშაობა. ანუ ამას არ ყოფნის ხუთი კაცი. ამას რასაც ახლა თქვენ ხედავთ, რომ არავინ არ ლაპარაკობდა ამ თემაზე თვეების განმავლობაში წონადი პოლიტიკური ძალებიდან ჩვენ გარდა ხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ამ ხმაურმა ინფორმაციის გავრცელებამ, მიწოლამ ეფექტი გამოიღო და ხალხი ამ თემის ირგვლივ ინფორმირებული ხდება და ფხიზდება. ეგ არ მომხდარა 5 ან 10 კაცის აქტიურობით მხოლოდ. ჩვენიანები ორგანიზებულად, მათ შორის სოციალური ქსელები იქნება, მუშაობა იქნება თანამოაზრეების მოძიებაში, ყოველდღიურობაში, მათ შორის აქციის ორგანიზებაში არის უზარმაზარი საქმე ჩასატარებელი. აქცია ორგანიზდება შემდეგნაირად, ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. 5 ივლისი, 8 ივლისი, რიგი აქციები გვაქვს ჩატარებული და ეფექტურობა ამ აქციების ესე არ იყო გამოწვეული უბრალოდ აი დავაანონსეთ ხალხო მოდით აი ამ ადგილზე ტელევიზიით თქვით და მოვიდა ხალხი აი კონკურენტი
დაახლოებით ჩვენი ზომის პარტიები ან შეიძლება უფრო დიდი პარტიებსაც დაუანონსებია და მოსულა რაღაცა 300 კაცი და თან მაშინ როცა ისინი თვლიდნენ რომ 500 კაცი ისინი თვლიდნენ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე აანონსებდნენ აქციას აქედან გამომდინარე სინამდვილეში აქციაში ჭირდება მუშაობა ჭირდება ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება ჭირდება დახმარება მათ შორის იმაში რომ თქვა ნაცნობებს ახლობლებს ფლაიერები დაურიგონ ჭირდება დახმარება იმაში რომ ჩაგვაწერინონ თავის გარშემო ისეთი ხალხის მონაცემი ვინც ვიზეთ იცის რომ აი წამოიყვანს და გვეტყვის რომ აი ამ ხალხს მე ჩვენ ხო გთხოვენ რომ ჩაატარეთ აქცია თხოვნა ჩაატარეთ აქცია გულისხმობს გამოიყვანეთ 10,000 კაცი ხო მაგას გულისხმობს ჩვენ რო გთხოვენ 10,000 კაცის გამოყვანა ჩვენც გთხოვთ ჩვენს თანამოაზრებს რომ შენ გარშემო ერთი კაციც თუ იცი ვინც ამას თანაუგრძნობს ამ იდეას მოიყვანე და ასე დათვლი ჩვენიანებს ყველა დიდ ჩვენს აქციაზე რაიონებიდან ჩამოყვანილი ყავდათ 1000-ობით ადამიანი. თბილისში ჩვენიანებს თავის სამეზობლოში, საახლობლოში დაორგანიზებული და წამოყვანილი ყავდათ აქციაზე 1000-ობით ადამიანი თითო კაც შეიძლება ზოგს 1000-ობით არა, მაგრამ რამდენიმე მაინც. აქედან გამომდინარე სინამდვილეში გვჭირდება თქვენი დახმარება. ხალხი ვინც გწერთ რამე გავაკეთოთ. მათ შორის ის ხალხიც ვინც შეიძლება პირდაპირ პარტიაში გაწევრიანება შეიძლება არ უნდა ზოგ თვლიდეს რომ ამ ბრძოლაში აქტივობა მნიშვნელოვანია. კი ბატონო, აგერო ამ ნაწილში ვაორგანიზებთ ახლა აქციას და მაგაშიც შეიძლება განურჩევლად იმისა უშუალოდ პარტიაში შეიძლება ვიღაცას გაწევრიანება, მაგაშიც გვჭირდება დახმარება დაგვეხმარეთ აქციის დაორგანიზებაში და არა მარტო აქციის ბრძოლა ვერ დამთავრდება აქციით. ეს ბრძოლა არის ძალიან უთანასწორო ძალების თანაფარდობა და მეორე მხარეს არის უზარმაზარი ძალა და უზარმაზარი ინტერესები. ამ ბრძოლას უნდა ქონდეს ხანგრძლივი ხასიათი, მზარდი ტალღის სახით, განწყობა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ ვეღარ შეძლოს მისი იგნორირება. ეს აქცია უნდა იყოს პირველი ეტაპი, დემონსტრაცია იმისა, რომ აი ამდენ ადამიანს რადგან უნდა არ ერიდება და გამოდის ქუჩაში, ეხლა თუ პირობითად 20,000 გამოვიდა, 30,000 გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე 100,000 შეიძლება დაემატოს ამას ზემოდან. ეს არის აუცილებელი პირობა და თუ საბოლოო ჯამში 100,000 გამოყვანადი არ იქნა ამ თემაზე ქუჩაში, საბოლოო ჯამში და თუ 100,000-ის გამოყვანის დემონსტრაცია ცხადი არ გახდა, რომ ასეულობით 1000 ზემოდან მხარს უჭერს, უბრალოდ ყველა ვერ მოახერხა მოსვლა. სხვანაირად ხელისუფლების უკანდახევის უზრუნველყოფა იქნება შეუძლებელი. ამიტომ რა გვჭირდება ახლა? ადამიანები, რომლებიც 1000-ობით გწერთ, რომ რამე გავაკეთოთ. ბრძოლაა საჭირო. კი ბატონო, აგერ არის ბრძოლა და ამ ბრძოლაში გეძახით. ჩვენი ოფისის მისამართია სააკაძის მეორე გასასვლელი 11A. ეს მდებარეობს სააკაძის მოედანთან ახლოს, აი ვახუშტის ხიდთან ახლოს მდებარეობს, იქ გაიკითხეთ, ყველა მიგასწავლით ჩვენს ოფისს. ყოველ დღე კვირის გარდა 12-დან 6 საათამდე ჩვენი თანამებრძოლები არიან ოფისში, მიგიღებენ და გაგესაუბრებიან დეტალებზე, რაში გვჭირდება თქვენი ჩართულობა და რაში გვჭირდება თქვენთან კონტაქტზე ყოფნა. შაბათობით, ასევე ხვალ არის 8 ნოემბერი. შაბათს 3 საათზე ჩვენ უშუალოდ ვინც ვართ პარტიის ლიდერები ჩავატარებთ შეხვედრას თანამოაზრეებთან ჩვენს ოფისში გავესაუბრებით დეტალებზე, სამოქმედო გეგმაზე, რაში გვჭირდება თქვენი ჩართულობა, მობრძანდით, ხვალ შეგიძლიათ მობრძანდით და უშუალოდ ჩვენთან გაიაროთ დეტალები, მათ შორის დასვათ თუ ვინმე მოწინააღმდეგეა, საწინააღმდეგო აზრით შეგიძლიათ დააფიქსიროთ და ჩვენ კორექტულობის ფარგლებში გაგცემთ პასუხს იმაზე, რა კითხვებიც გექნებათ, მაგრამ პირველ რიგში გეძახით იმ ხალხს, ვინც მზად ხართ ჩაერთოთ ამ ბრძოლაში. ცალკე თქვენ გარეშე და ჩვენ გარეშე ჩვენ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. არც 10 კაცი არ ეყოფა ამ საქმეს, არც 100 კაცი არ ეყოფა. აი ხა გამოჩდება უნდა ხალხს ამ ბრძოლაში აქტიური ჩართულობით რამის გაჩერება თუ რაღაც შორიდან ნეიტრალურ პასიურ მაყურებლად გადაწყვეტს დარჩენას უმრავლესობა ჩვენსაც ვეცდებით მაქსიმალურად. დანარჩენი ხალხზე და ხალხის ჩართულობაზეა დამოკიდებული. ხო